იტალიის პარლამენტში დეპუტატებმა გაახმოვანეს მთავარი ინიციატივა, რომ ისინი ამზადებენ რეზოლუციას, რომელიც დაეფუძნება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და რომლითაც ისინი ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ საქართველოში ქართული ოცნების პოლიტიკა მოითხოვს უფრო მკაცრ და მკაფიო ნაბიჯებს ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, რადგან ის რაც თბილისში ხდება, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ეს ევროპის ნაწილიც არის, ევროპის გადასაწყვეტიც არის, მით უფრო იმ ფონზე, როცა ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი. დასანქცირებას კი ითხოვენ იმ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების გამო, რომელიც ამ დრომდე არის გამოუძიებელი, ისინი საუბრობენ რეპრესიულ კანონებზე და ამბობენ, რომ ის რაც ხდება საქართველოში, ეს ფაქტობრივად რუსული მოდელის ანარეკლია. რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკას, იყო მწვავე განცხადებები ქართული ოცნების მოქმედებებზე და მიიჩნევენ, რომ ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც მათ უნახავთ სხვა ავტოკრატების შემთხვევაშიც, რადგან ითქვა, რომ ავტოკრატები დღეს მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად თავხედები, ეს სიტყვა იყო გამოყენებული, უტიფრები და დამაჯერებლები არიან და ისინი კიდევ უფრო ღიად და დაუფარავად გახდნენ უფრო სასტიკები, ეს მათ დაინახეს საქართველოშიც და შესაბამისად ფიქრობენ, რომ ამას სჭირდება მკაფიო რეაქცია და გამოდიან ინიციატივით, რომ რეზოლუცია მოამზადონ. გარდა ამისა, ამ შეხვედრაზე ითქვა ასევე, რომ დეპუტატებს ექნებათ საპარლამენტო კითხვა იტალიის მთავრობასთანაც, რომ მთავრობას ჰქონდეს უფრო მკაფიო პოზიცია, რა დამოკიდებულება აქვს ქართული ოცნების მთავრობის მიმართ. In Georgia è stata approvata რამდენიმე დღის წინ საქართველოში მეორე მოსმენით დამტკიცდა კანონი ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ყველა ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მინიმალური კონტაქტიც კი დასავლეთთან, დემოკრატიულ სამყაროსთან აღიქმება როგორც საშიში, საიდუმლო აგენტი, მტერი ხალხისა. რეალურად კი სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხს მტრად აცხადებს, თავად არის ქართველი ხალხის მოღალატე. ჩვენ ერთად მუშაობთ ორ დოკუმენტზე. პირველია საპარლამენტო კითხვის ფორმით მიმართვა. ვითხოვთ იტალიის მთავრობამ გასცეს პასუხი, რა ტიპის შეხვედრები და კონტაქტები ჰქონდა მას ქართულ რეჟიმთან და რის საფუძველზე. ამასთანავე ვამზადებთ რეზოლუციას, რომელიც მოდელირებულია ბოლო ევროპარლამენტის რეზოლუციის და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართულ რეჟიმთან. ჩვენი წვლილი სწორედ ისაა, რომ ეს სანქციების წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. con grande coraggio due parole per dire dell'importanza di questa ევროპას ყოველთვის განვიხილავდით როგორც სამართლის უზენაესობის აყვანს. დღეს კი ნათელია, რომ მთელ მსოფლიოში ავტოკრატებს გაუჩნდათ განცდა, რომ გაცილებით ძლიერები და თავდაჯერებულები არიან. რათა რაღაცები დააშავონ დღისით, სრულიად ღიად, დაუმალავად. არსებობს დაუსჯელობის შეგრძნება, რაც ხშირად გტოვებს დაბნეულს და შეშინებულს. საქართველოში ვხედავთ ერთგვარ მკვეთრ ვარდნას, სხვათა შორის რუსული მოდელის კვალდაკვალ, რადგან ნაბიჯები, რაც ვიხილეთ, იყო იგივე. ჯერ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შემდეგ კანონი LGBT თემზე და ყველაფერი განვითარდა ერთმანეთთან კოორდინაციით. თავხედობითა და უტიფრობით, მაგრამ ყოველგვარი შიშის გარეშე, შემაშფოთებელი თავდაჯერებულობით. როცა ვხედავ ქართველებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, ჩემთვის ეს ბევრად მეტია ვიდრე ათასობით სიტყვა. ეს აჩვენებს, რომ ამ დროშას, ევროკავშირის დროშას, უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში განიხილავს როგორც თავისუფლების სივრცეს, კეთილდღეობის სივრცეს, ადამიანების პატივისცემის სივრცეს. senso di impunità. ამ დეპუტატებიდან უმეტესობა არის ოპოზიციის წარმომადგენელი და როგორც მიიჩნევა იტალიაში, ისინი მმართველ პარტიაზე მეტად აქტიურად მუშაობენ ევროინტეგრაციის საკითხებზე და უფრო მეტს მუშაობენ ევროპარლამენტარებთანაც და მათ ამ გამოსვლებში კრიტიკის სამიზნედ არჩეული ყავთ არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ მათ შორის იტალიის მთავრობა, რადგან უფრო მკაფიო პოზიციას ითხოვენ მელონის მთავრობისგან, როგორც ჩანს, იტალიის ელჩის შეხვედრები ქართული ოცნების ლიდერებთან, ვახტანგ გომელაურთან და მაკა ბოჭორიშვილთან გახდა ორაზროვნების საკითხი მათ შორის იტალიაშიც და განსხვავებული პოზიციები არსებობს ამაზე რომშიც და სწორედ აქედან გამომდინარე ისინი ამბობენ, რომ როცა პარლამენტი არაღიარებულად მიიჩნევს, უпростоრად არაღიარებს და არალეგიტიმურად მიიჩნევს ქართული ოცნების მთავრობას, რის საფუძველზე ხვდება იტალიის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ქართული ოცნების ლიდერებს და ითხოვენ ამაზე მკაფიო პასუხს იტალიის მთავრობისგან. Aggiungere molto, oltre ad associarmi a quello che hanno detto i colleghi.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ არ ვაღიაროთ ეს ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც საერთაშორისო და მრავალმხრივი ინსტიტუტები არ აღიარებენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში მუდმივად დავრჩეთ აქტიურები. ყველაფერი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ საპარლამენტო დონეზეც და მის გარეთაც, უნდა წარიმართოს სწორი მიმართულებით, რაც ნიშნავს არ აღიარებას, მხარდაჭერას, ყურადღებას და ეს ყურადღება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის. ეს ევროპის საკითხია, თითოეული ჩვენგანის საქმეა. L'occasione di esprimervi. Cioè per dire quanto è importante. იტალიის მთავრობისგან რეალური პასუხი ამ საკითხზე ჯერ არასდროს მიგვიღია. უყავს ელჩი, რომელიც ჯერ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრს. იმ მინისტრს, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროპის ზოგმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ, სწორედ საპროტესტო აქციების რეპრესიების გამო. კითხვას, რომელსაც დღეს ვსვამთ, ასეთია: რა არის იტალიის მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება? ამ საკითხებზე იტალიამ ვერ უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს და ეს დუმილი ვფიქრობ არ არის უბრალოდ უყურადღებობა. Per la repressione delle manifestazioni. ამ შეხვედრაზე ბევრჯერ გაესვა ხაზი ქართველი ხალხის ბრძოლას და იმას, რომ სამ თვეზე მეტია საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ და ეწინააღმდეგებიან ქვეყნის კურსის შეცვლას და ითქვა ისიც, რომ მაშინ როცა ისინი თბილისის ქუჩებში ხედავენ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის დროშით, ეს მათთვისაც ბევრის მთქმელია და შესაბამისად მთავარი мотиваცია, რის გამოც ისინი საქართველოს შესახებ საკითხებს განიხილავენ და ფიქრობენ, რომ ევროპის დღის წესრიგში უნდა დარჩეს თბილისი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლოა ევროპას სულ სხვა პრიორიტეტები ჰქონდეს. ამ შეხვედრაზე ახსენეს მზია ამაღლობელიც, ჟურნალისტი, რომლის დაკავებიდან 100 დღე უკვე გავიდა. Dei giornalisti è importante, cioè Mzia Amaglobeli che sta in ჟურნალისტიკისა და პრესის თემა უკიდურესად მნიშვნელოვანია. დღეს ციხეში იმყოფება მზია ამაღლობელი, რომელსაც ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა საჯარო მოხელის წინააღმდეგობის ბრალდებით, ასე ვთქვათ. და ეს ახლა ხდება სწორედ ამ საათებში. ასე რომ მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი განსაზღვრული გადაწყვეტილება, ჩვენი ვალდებულება და განზრახვა. გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი პოზიცია და სიცხადე მთავრობისგან საქართველოს საკითხზე. მივახციოთ ვალდებულებებს სანქციებთან დაკავშირებითაც და ასევე მივიღოთ მკაფიო პასუხები იმაზე, როგორია ჩვენი საელჩოს და მთავრობის წარმომადგენლების დამოკიდებულება ქართული რეჟიმის მიმართ. non solo parteciperemo alle Mi ha stimolato la riflessione che faceva Lia sul tema dell'Unione Europea. ევროკავშირმაც უნდა გაიაზროს, რომ აღარ შეიძლება გაწევრიანების პროცესის მართვა ისე, როგორც 90-იან წლებში იყო. რადგან დღეს, როცა ქვეყანას თანხმდები გაწევრიანების მოლოდინში ყოფნაზე, ამავდროულად არ უნდა დატოვა ის დესტაბილიზაციის რისკის წინაშე. შეხედეთ, რა ხდება საქართველოში და შეხედეთ სერბეთს. დღეს უკვე ნათელია, რომ ვერ დავაბრუნებთ იმ გაწევრიანების პროცესს. ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან რაც უფრო აჭიანურებ პროცესს და მის ტექნიკურ მექანიზმებს, მით უფრო ზრდი რისკს. ეს ქვეყნები შეიძლება სამოქალაქო ომის ან სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამიტომ აუცილებელია, რომ ევროპამ თავად შეცვალოს ტემპი, გაფართოების პროცესის თვალსაზრისითაც და ზოგადად რომ თავადაც ჩამოყალიბდეს როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტი. Di una guerra civile, quindi უახლოეს პერიოდში იტალიის პარლამენტის დეპუტატები მოამზადებენ რეზოლუციას, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს, რომ გააფართოვონ საქართველოს მოქალაქეების, ქართული ოცნების ლიდერების სია, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ და ფიქრობენ, რომ ევროკავშირმა ეს პოზიცია უნდა გაიზიაროს. ეს არის მოწოდება, რადგან თავად იტალიას დასანქცირების მექანიზმი არ გააჩნია და გარდა ამისა, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა ეს ჯგუფი ელოდება იტალიის მთავრობისგან პასუხს. ისინი აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას, თუ არ აღიარებენ, ან რის საფუძველზე ხვდება იტალიის ელჩი ოცნების ლიდერებს. ამ შეხვედრას ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორც თავად დეპუტატებმა აღნიშნეს და ასევე აღნიშნეს მათ მიერ წინააღმდეგობაც, რაც იტალიის და რომის ქუჩებში ხშირად არის ქართული ოცნების წინააღმდეგ და რაც აყალიბებს პარლამენტის პოზიციას არ აღიარება და სანქცირება ბიძინა ივანიშვილის პარტიას ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ სვლის გამო.